პროევროპული აქციების მონაწილე დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს, რომლებსაც პროკურატურა პოლიციელებისა და წყლის ჭავლის მანქანისთვის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებამდე ლომაძემ და ზასოხაშვილმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს, თუმცა მათი გამოსვლა მცირე ხნით გაგრძელდა. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ჩვენი საქმე, მიიღოს გადაწყვეტილება ის, რაც იქნება სამართლიანი, თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნინო გალუსტაშვილმა ლომიძესა და ზასოხაშვილს უთხრა, რომ მათ შეწყალების მოთხოვნის უფლება აქვთ, რაზეც ლომიძემ უპასუხა, რომ შეწყალება არ იქნება. დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში დაზარალებულად ცნობილ პოლიციელებს ბადრი თათანაშვილს და ავთანდილ ფოცხვერაშვილს ფიზიკური დაზიანება მიღებული არა აქვთ.